გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტს ჯოზეფ მილერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მევენახეებისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ბაზრების დივერსიფიკაციას, ასევე სომელიეს პროფესიის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. განიხილეს გილდიის პროგრამების ინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტი ყოსტუბრად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის, რადგან ასეთი სტუმრები ხელს უწყობენ ქართული ღვინის განვითარებას და უკეთ ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, არიან ქართული ღვინის ფაქტობრივად წარმომადგენლები და დამცველები საერთაშორისო ბაზრებისთვის და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ახალი ბაზრების გახსნას, ხელს უწყობს ქართული ღვინის განვითარებას საერთაშორისო ბაზრებზე. ჯამში მინდა ვთქვა, რომ მათი აქტიურობა სომელიების ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში და ქართულ ღვინოსთან მიმართებით, რადგან ხელს უწყობს ხარისხობრივ გაუმჯობესებას ქართული ღვინის და ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებისთვის. უკვე მრავალი წელია ქართული ღვინოების 14 ენაზე ვასწავლით. თუმცა ამ მოგზაურობამ შესაძლებლობა მოგცა ქართული ღვინის წარმოება უფრო კარგად გაგვეცნო. მომავალ თვეში ვიწყებთ ახალ კურსებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. როგორც ორგანიზაციისთვის ეს განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ქართული ღვინოები კიდევ უფრო მეტად ცნობადი გავხადოთ საერთაშორისო ბაზრებზე. ეს საგანმანათლებლო პროგრამის გაფართოება ნიშნავს, რომ შეგვიძლია ქართული ღვინოები ახალ კონტინენტებზე, იქნება ეს აზიის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონეთი, ლათინური ამერიკის ბაზრები, სხვადასხვა ენაზე გავაცნოთ მომხმარებელს. ჯერა რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ქართული ღვინოების პოპულარობის სულ უფრო მეტად გაზრდას.